ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ აი ამაზე. იაფი ქსენოფობიური სტილის კამპანიები. ბრძოლა გამოუცხადა ინვესტიციას. ჩვენ გესმის სად არიან ეგენი? ჩვენ ხო ეს ვიცით, აქ ყველაფერი დამალული არ არის, ყველაფერი ღიაა. რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი 60%-იც საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. შესაბამისად, სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა. და ეხლა შენ იქ შიგნით რა მოილაპარაკეს, რა შენი საქმეა, ვინ გიკითხება ის, რომ აშენდება ხო ნახავ. რეალურად ეს პროექტი არის უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნისთვის, საუბარია 6.5 მილიარდ დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე, ამ მასშტაბის ინვესტიცია ჩვენ ქვეყანაში არ შემოსულა და არის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების. მე ვყიდი ნაწარმს, რომელიც 200-400.000 ამერიკული დოლარი ღირს, ოჯახის მშობლიურ სახლს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მე საქმეს შესაბამისად ვეკიდები. ეს მავნებლები, ბიჭო, ამას ესე არ დავტოვებთ. იმათ ნუგონიათ, რომ ამის უფლებას მივცემ. აი შეტევა რომ მიდის ახლა იმ 6 მილიარდ ნახევრიან იმასე პროექტზე. არა, 300 წელიწადი ტარუღა იჯდა თბილისში. 300 წელიწადი იყვნენ არაბები იმ დროს შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ აი პატრონი არ ყავდა არავინ. გარშემო და როგორ სად არის გაარავდა საქართველოს სად არის ვაფშე კვალი მაგისი არის? ჩვეულებრივი ეკონომიკური თავდასხმა კოორდინირებული ეთყობა კიდევაც თავდასხმა საქართველოს ეკონომიკაზე და კეთილდღეობაზე. ამას ვერაფერი შეუშლის ხელს. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, ეს არ არის ნამახვანის დრო. 7 დეკემბერს 16 საათზე აქცია არაბიზაციის წინააღმდეგ.